Super Blitz. Super Blitz-ი რაუნდი რომელსაც ითამაშებს ერთ. სხვა შე Super Blitz-ი გადმოვიდა წინა თამაშიდან, Super Blitz-ი არ გათამაშდა ბაჩანა შენგელიას თამაშზე, დარჩა მაგიდეს და სწორედ ის Super Blitz-ი. ეხლა მოაზროვნეს რომელსაც დაასახელებს კაპიტანი რაფა. გისმენთ ბატონო დავით. ზურაბ ფარჯიანი ითამაშებს Super. ზურაბ ფარჯიანი რჩება Super Blitz-ის სათამაშოდ. მეორე ზედიზეთ ზურაბ ფარჯიანის წინააღმდეგ ითამაშებს ელენე ბოდაველი ისტორიკოსი რუსთავიდან. ბატონ ზურაბ. თქვენი ყავით ბოლო ვინ Super Blitz-ი ითამაშა ჩვენს კლუბში, რომ წინა შაბათს Super Blitz-ი არ მოვიდა, ანუ მეორე ზედიზეთ თამაშობ Super Blitz. და როგორც ყოველთვის ვერ ვიღებ. გამამხნევოთ ფარჯიანი. ბატონ ზურაბ. შვეიცარია ცნობილია საათების წარმოებელი კომპანიებით. მათ შორისაა რომენ ჟერომე ასეთი კომპანია. საათების დამზადების პროცესში ეს კომპანია იყენებს მეტად უჩვეულო მასალებს. უბრალოდ მასალებს მოპოვებულს მოულოდნელი უჩვეულო ადგილებიდან. ყოველ ასეთ საათს ეძღვნება შესაბამისი პოსტერი. მე გაჩვენებ თქვენ პოსტერს, თქვენ უნდა მიხვდეთ საიდან იქნა აღებული მასალა აი ამ საათისთვის. სათხართ? დიახ ბატონო. კეთილი, პოსტერი, პირველი. ეს საათი კომპანიამ გამოუშვა შეზღუდული რაოდენობით 2012 წელს. საიდან აიღეს მასალები, რომლებიც გამოყენებული იქნა ამ საათის დამზადებისას? დრო. კონკრეტული დავუშვათ ტიტანიკიდან. კიდევ ერთხელ გითხარით? დავუშვათ ტიტანიკიდან, ან კონკრეტულ ადგილზე. კი, კონკრეტულ ადგილზე ასაუბრეთ. კონკრეტულ რაღაცაზე ასაუბრეთ. კი ბატონო, იყოს ტიტანიკი მაშინ. გემ ტიტანიკის ნარჩენებიდან მართალია დაჟანგული გემიდან აიღეს. გასაგებია. ანუ პრინციპს მიხვდით. პრინციპს პოსტერი მეორე. ეს საათი კომპანიამ გამოუშვა შეზღუდული რაოდენობით სულ 1969 ცალი. სად მოიპოვეს მასალები, რომელიც გამოყენებული იქნა ამ საათის დამზადებისას? ვივარაუდებ, რომ მთვარეში. ეს მასალები არის რეგოლიტიდან, ანუ მთვარის გრუნტიდან. ეს სწორი პასუხი იყო. 79 წელს კი პირველად დადგა ფეხი ადამიანურ მთვარეს. პოსტერი მესამე. ეს საათი კომპანიამ დაამზადა 2010 წელს. კითხვა სად? კონკრეტულად სად? საკუთრივ სად? მოიპოვეს მასალები, რომლებიც გამოყენებული იქნა ამ საათის დამზადებისას. 2000 თუ ზუსტად მახსოვს, გონი სერგეი შეუშალა ეია-ფიალა იოკული. ანუ ვულკანს გავს რა ჩა. არა, ზუსტი სახელი მითხარით. ეია-ფიალა იოკული ქვია ვულკანი. ეს სწორი პასუხია. ისლანდიაში მყოფ ვულკანს ქვია ეია-ფიალა იოკული. 2010 წელს იყო ეია-ფიალა იოკულის ამოფრქვევა და